მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე და ეს არის ჩემი რუბრიკა კითხვა ფსიქოლოგს და დღეს ასევე წავიკითხავ თქვენს მიერ მოწერილ შეკითხვებს და ვეცდები გავცემათ მეტნაკლებად სავსე პასუხი და მოგცეთ რაღაცა ქმედითი რეკომენდაცია. ასევე შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მომწეროთ პირადში თუ გსურთ ანონიმურად დამისვათ ეს შეკითხვა და ესეთ ვიდეო ფორმატში გაგცემთ პასუხს. აბა დავიწყოთ. პირველი შეკითხვა. 3.5 წელია ურთიერთობაში ვარ. პატარაც აღარ ვარ. 35+. მაგრამ ჩემი პარტნიორი ამბობს, რომ არ არის მზად ოჯახური თანაცხოვრებისთვის. ის 50-მდეა. უკვე აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, ცოტა დავიღალე ამ ყველაფრით. სავარაუდოდ თქვენ გინდათ ოჯახური თანაცხოვრება, მას არ უნდა ოჯახური თანაცხოვრება, ხო? არის, ასე ვთქვათ, უთანხმოება ამ თვალსაზრისით. შეგიძლიათ გაარკვიოთ მასთან, კონკრეტულად რატომ, თვითონ როგორ ხედავს ამ სიტუაციას. ეხლა თუ არ არის მზად, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ეს მზაობა გაჩნდეს? ანუ მაგალითად ამ სიტუაციას რაღაცა აკლია, რაღაცა პირობა უნდა დადგეს, რომ ოჯახური თანაცხოვრებისთვის მზაობა გაუჩნდეს, თუ ღმერთმა იცის, გაჩნდება თუ არა ეს მზაობა და შეიძლება არც არასდროს არ გაჩნდეს. თუ მეორე ვარიანტია, ვერ მიიღებთ რაღაცა გარკვეულ პასუხს, რომ აი კონკრეტულად რა გვაკლია იმისთვის, რომ ოჯახური თანაცხოვრების ფორმატში გადავიდეთ, ხო? მაშინ თქვენი გადასაწყვეტია, ან შეინარჩუნოთ ესეთი ურთიერთობა ამ ფორმატში და იყავით მზად იმისთვის, რომ არაფერი შეიცვლება, ან ეს ურთიერთობა დაასრულოთ და, ასე ვთქვათ, რაღაცა სხვა ურთიერთობებისთვის შეიქმნათ შინაგანი მზაობა თუ, ასე ვთქვათ, ესეთი ტიპის ურთიერთობა არ გაკმაყოფილებთ. პრინციპში სულ ეს არის საკმაოდ რაციონალურად მარტივია, მესმის რომ ემოციურად არის ცოტა მძიმე, მაგრამ რეალობა ესეთია. ვახო გამარჯობა 4-შაბათის დღის განსახილველად. როგორ უნდა მიხვდე ადამიანი ღალატობს თუ არა? რთულია, იმიტომ რომ ზოგი ადამიანი ისეთ დახელოვნებულია ტყუილის საქმეში, რომ ასე ვთქვათ, რთულია რაღაცა მინიშნებებით მისი გამოჭერა და მე რო აქ დავიწყო ახლა რაღაცების ჩამოთვლა, რომ იცით, აი ესე თუ იქცევა, ესე იგი უეჭველი ღალატობს და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არც ღალატობ და ასე ვთქვათ, ეს უფრო მეტ პრობლემებს შეგიქმნით, შეიძლება აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანის დადანაშაულება გამომივიდეს, ამიტომ აქ არის ყველაზე ქმედითი რამ, კერძო დეტექტივი. თუ არის, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი ეს სერვისი, არ ვიცი, საქართველოში ან იმ ქვეყანაში, სადაც ხართ. რომელიც ფაქტობრივად შეძლებს გადამოწმებას იმისა, ასე ვთქვათ, აქვს თქვენს მეორე ნახევარს თუ ადამიანს, პარტნიორს, ურთიერთობები კიდე სხვაგან თუ არა. იმიტომ რომ სხვა დანარჩენი სხვა დანარჩენი ნიშნები მაგალითად გაცივდა, ემოციურად აღარ არის ისეთი ახლო. შეიძლება სულ სხვა პრობლემა აქვს, რაღაცა შინაგანი და იმასთან ბრძოლაშია და არ ყოფნის ელემენტარულად ადამიანის შინაგანი რესურსი, რომ აქეთაც იყოს, იქითაც იყოს, ხო? ამიტომ არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მაინდა-მაინც ღალატი. შესაბამისად, ერთადერთი უტყუარი საშუალება არის ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმება. შემდეგი შეკითხვა. რატომ მაღიზიანებენ ზედმეტად თავაზიანი ადამიანები? ზედმეტად თავაზიანი ადამიანები გესაუბრებიან როგორც წესი მშვიდად, როგორც წესი აუჩქარებლად და გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ გაქვთ შინაგანად დიდი რაოდენობით დაგროვილი აგრესია, ბრაზი, გამოუხატავი, შეიძლება დიდი ხნის მანძილზე ასე ვთქვათ, გიწევდათ საკუთარი ემოციების მალვა. თუ თავაზიანობა რა არის, ხო? როდესაც არ გამოხატავ შენს ემოციებს. მაგალითად, არისტოკრატული კასტისთვის, შრისთვის დამახასიათებელი იყო ძველად ის, რომ გადასარევად მალავდა საკუთარ ემოციებს. ხო, რატო? იმიტომ რომ ეტიკეტთან შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, თავაზიანი ქცევა ადამიანის
იგით ამ ხრიდან მალავს მის რეალურ ემოციებს. თუ თქვენს ანალოგიურ სიტუაციაში ხართ ეხლა, გიწევთ საკუთარი რეალური გზნობების მალვა, ან დაგიგროვდათ, ასე ვთქვათ, ხო, დიდი ხანი ცხოვრობთ ესე, აი ამ შემთხვევაში გექნებათ ესეთი გაღიზიანების რეაქცია. და აქ უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს უნდა შეხედოთ, გულწრფელად დაუსვათ საკუთარ თავს ის შეკითხვა, რომ აი ასე ვთქვათ, სად, როდის არ გამოვხატავ იმას, რაც მინდა გამოვხატო. სად არ მაქვს საშუალება, რომ ვიყო ბუნებრივი, სად არ მაქვს საშუალება, რომ საკუთარი თავი შევინარჩუნო და მუდმივად ვიღაცა სხვა უნდა ვიყო, არა და არ მინდა. აი ამ შეკითხვებზე გულწრფელი პასუხი მნიშვნელოვანად შეგიმსუბუქებთ სიტუაციას. და გახსოვდეთ, რომ ის თავაზიანი ადამიანები არაფერ შუაში არ არიან, ასე ვთქვათ. მათი ბრალი არ არის თქვენი ესეთი მდგომარეობა. შემდეგი შეკითხვა, როგორ გადავარჩევო ბავშვი ტყუილებს? აქ უნდა ასე ვთქვათ, ჩავწვდეთ იმას თუ როგორ იწყებს ბავშვი მოტყუებას. ხო, ორი რაღაცაა ძირითადად. პირველი, სიმართლეს ამბობდა და ამას ნეგატიური შედეგი მოყვა. აი, მეუნებიან ხოლმე ხშირად მშობლები, რომ თქვი და არ გეჭყუვები და რო იტყვის ბავშვი, მიწყებენ მშობლები მერე ჭყუბს და ისტერიკას და შესაბამისად იმ დღიდან გულწრფელ პასუხს ის მშობელი ვეღარ მიიღებს ვერასდროს. ეს ერთი მომენტია და მეორე მომენტი, ბავშვი ხანდახან გატყუებს იმიტომ, რომ არა მარტო მშობლებს ატყუებს გარშემოყოფებს, იმიტომ რომ უნდა რომ, ასე ვთქვათ, შთაბეჭდოს ისინი. ანუ რაღაცა არასრულფასოვნების განცდა აქვს შინაგანი და იგონებს რაღაცა ისტორიებს, ასე ვთქვათ, გმირულს ბჭყალებში, რომ სხვა ადამიანებს უფრო მოეწონოს. ხო, იმ შემთხვევაში მეტი სიყვარული და მოფერება უნდა და იმის გაზიარება, რომ ძალიან გიყვართ. და უბრალოდ მიყვარხარ არა, თან დააყოლეთ რისთვის გიყვართ. აუხსენით, რომ მიყვარხარ და ამასთან ერთად შენში მომწონს აი ეს. აი ამ გზით შეგიძლიათ დაიწყოთ. შემდეგი შეკითხვა. ჩემს პარტნიორთან, მამაკაცთან ურთიერთობაში ვარ თითქმის 3 წელია. დაოჯახებაზე კი არაფერს ამბობს. ზოგადად დედის ძალიან დიდი გავლენა აქვს. ხშირად ერევა ისეთ საკითხებში, რაც წესით მას არ უნდა ეხებოდეს, როგორ მოვიქცე. გააჩნია რა გინდათ, ხო? ხა შეკითხვიდან ხვდები, რომ დაოჯახება გინდათ. შესაბამისად, გერიდებათ ამაზე პირდაპირ საუბარი. გითხეთ მას ამაზე. თუ რაღაც არაკონკრეტულ პასუხს მიიღებთ, ან ეხლა ამისთვის არ აქვს ძალია, აიღეთ შემდეგი 1 თვის მანძილზე 3 დღეში ერთხელ ამ თემაზე დაიწყეთ ლაპარაკი. სულ გამოგიოთ 10 ცდა. ამ შემთხვევაში ან მიიღებთ რაღაცა კონკრეტულ გასაგებ პასუხს, კონკრეტული პერსპექტივებით, კონკრეტული გასაგები მომავლის ხედვით, გეგმით, საჭირო გადაწყვეტილებებით, ან თუ ხედავთ, რომ აქ არანაირი კონკრეტიკა არ არის, შესაძლებელია ადამიანი არც აპირებს პრინციპში. დაოჯახებას შეიძლება საერთოდ. და შეიძლება თქვენ არაფერ შუაში არ იყოთ, შეიძლება პრინციპში არ უნდა დაოჯახება, დღეს ეს საკმაოდ ხშირი გავრცელებული მოვლენაა, რომ კონკრეტულ პარტნიორში არ არის პრობლემა. პრობლემა იმაშია, რომ ადამიანს ესეთი ცხოვრების ფორმატი არ მოწონს. ამიტომ აქ absoliutat გულღიად პირდაპირ უნდა დაელაპარაკოთ, absoliutat ყველა შეკითხვა პირდაპირ უნდა დაუსვათ ადამიანს და მოისმინოთ მისი პასუხები. მის პასუხებს რომ მოისმენთ, ასე ვთქვათ, თქვენ თვითონ ამ პასუხებს მერე გონებაში მიამატებთ რაღაცეებს. აი მიიღეთ ის პასუხები ზუსტად იმ სიტყვებით, რა სიტყვებიც ამ ადამიანმა გითხრათ. აი ყოველგვარი იმის გარშემო ალბათ ამას გულისხმობ და აფშ არ გულისხმობ. აი რაც გითხრა ეგ არის. რეალობა და ჭეშმარიტება. სადღაც ასე, ალბათ. აი ამ გზით შეგიძლიათ წნარად, მშვიდად გაარკვიოთ რა ხდება და რატო ხდება. ან რატო არ ხდება. დღეისათვის სულ ეს იყო, შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ დამისვათ შეკითხვა, პირადში მომწეროთ. და ამ შეკითხვაზე ესეთ ვიდეო ფორმატში გაგცემთ პასუხს. შეიძლება ის დაგვარად მოგცემთ რეკომენდაციებს, რომელიც შეგიძლიათ თქვენ თვითონ გამოიყენოთ იმისთვის, რომ თქვენი სიტუაცია გაუმჯობესოთ და თუ
ისეთ მივხვდებით, რომ მარტო ესეთი რეკომენდაციები ვერა, მაშინ გეტყვით, რომ ფსიქოთერაპია რეკომენდირებული და კონკრეტულად რასთან დაკავშირებით. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.